ქართული კულტურის დღეები ესპანეთში ჩვენი ქვეყნის ფოლკლორს, ხალხურ სამოს, ნაკეთობებს და სამკაულებს 3 დღის განმავლობაში ესპანელები ეცნობოდნენ. ღონისძიება მადრიდის ცნობილი თეატრის სცენაზე ანსამბლმა რუსთავმა გახსნა. Teatro Compact Grand Vias დარბაზში შეკრებილი ესპანელებისთვის ხალხური ცეკვით ანსამბლმა რუსთავმა ქართული კულტურის დღეები გახსნა. ქართული სეზონის ფარგლებში მადრიდში გამართულ ღონისძიებებს ესპანელების გარდა ქართველი ემიგრანტებიც ესწრებოდნენ. ძალიან დიდი პატივი და სიამოვნება იყო ჩემთვის, რომ ამ შესანიშნავ საღამოს დავესწარი. ამან საშუალება მოგცა, რომ გავცნობოდით ქართული კულტურის მნიშვნელოვან ნაწილს. მოვიხიბლეთ თქვენი ცეკვითა და სიმღერით და მინდა ყველას დიდი მადლობა უთხრა ამ საღამოს ორგანიზებისთვის. ესპანელებისთვის ქართული ტრადიციების უკეთ გასაცნობად ანსამბლის წევრებმა ხალხური ცეკვები და სიმღერები შეასრულეს. კონცერტით აღფრთოვანებული პუბლიკა მოცეკვავეებს სტაჟს რამდენიმე წუთის განმავლობაში უკრავდა. მადრიდელები ძალიან ყველაფერი დარჩენ, იყო ძალიან დიდი წარმატება, არაჩვეულებრივი წარმატება იყო. ძალიან კარგად გამოვიდა ანსამბლი რუსთავის ყოველთვის. პირველად კულტურის დღეებზე მადრიდში ქართული სუვენირებიც მოხდა. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კატალოგში შემავალმა ქართულმა კერამიკამ, მინანქარმა, ხალხურმა სამოსმა და სამკაულებმა ესპანელების კიდევ უფრო დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. დიდ მადლობას ვუხდი საქართველოს საელჩოს მოწვევისთვის. ამ შესანიშნავმა კონცერტმა დაგვანახა თუ რაოდენ ძველი კულტურის მატარებელი ქვეყანაა საქართველო. თქვენი ცეკვა და სიმღერა ნამდვილად უნიკალურია. მსგავსი ღონისძიებებით საქართველო უფრო ცნობილი გახდება მადრიდსა და ზოგადად ესპანეთში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ძალიან წარმატებული იყო, ძალიან დიდი ინტერესი იყო ამ პროექტის მიმართ. ძალიან ბევრი სუვენირი გაიყიდა. ფიქრობთ, რომ ქართული სეზონის ფარგლებში მთელი წლის მანძილზე წარმოდგენილი იქნება ქართული სუვენირები. ქართული კულტურის გასაცნობად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არაერთი კულტურული ღონისძიება დაიგეგმა და განხორციელდა. წლის განმავლობაში ქართულ ნაკეთობას და ეროვნული ფოლკლორის ნიმუშებს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ნახავენ. წლის ბოლოს კი ყველაფერი ერთად სტრასბურგში მოიყრის თავს, სადაც საშობაო ბაზრობა ფესტივალი უნდა გაიმართოს.